ჰეი თქვენ ტროლებო, ქართული ოცნების მომხრეებო, ადამიანებო, მოქალაქეებო, რომლებიც მე მიტანთ შესაძლოა, მაგრამ მლანძღავთ, ან მლანძღავთ და ვერ მიტანთ რაღაც მემუქრებით. გთხოვთ, როდესაც დასრულდება ეს ვიდეო დაახლოებით 20 წუთში, ხო? დაწერეთ კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რას ეფუძნება თქვენეული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ეს ქაღალდის ვეფხვი რუსეთი უკრაინასთან ომში მაინც იმარჯვებს. 4 წელიწადი და 3 თვე აგრძელდება ომი. 4 წელიწადი და 3 თვე აგრძელდება მოსკოვისეული ინტერპრეტაციით ეგრეთ წოდებული SVO, ანუ სპეციალური სამხედრო ოპერაცია. 4 წლის და 3 თვის თავზე, თუ ობიექტურები ვიქნებით, რუსეთი დღეში კარგავს დაახლოებით 1300 მინიმუმ 1700-1800 სალდატ ოკუპანტს ფრონტის ხაზზე. რუსეთის ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია. რუსეთის კრიტიკული ინფრასტრუქტურა კატასტროფულ მდგომარეობაშია. ეს ქაღალდის ვეფხვი შლეგი ვლადიმირ პუტინი ბუნკერიდან ბუნკერში გადადის. ვინ იცის, მისი ორეულები ორი ხავსო, ესე ამბობენ, ცხადი არ ვიცი რამდენი ხავს, მაგრამ მაინც და ხავს თუ არა საერთოდ. მისი ორეულები გამოდიან საჯაროდ, თუ ვინმე გამოდის საერთოდ. არა, ნამდვილი პუტინიც ჩდება ალბათ საჯარო სივრცეში, მაგრამ გადაადგილდება ძალიან ფეხაკრებით, ასე ვიტყვი, კედელ-კედელ. ხო და კითხვა მაქვს. 4 წელი და 3 თვეა გასული ომის დაწყებიდან, ხვალ 9 მაისია და 9 მაისს ელიან მოსკოვის ცენტრში უკრაინელების დრონების შეფრენას. წითელი მოედნის თავზე, მე არ ვიცი ფეიქია თუ არა, მაგრამ თუ ფეიქია, კარგი ფეიქია, წითელი მოედნის თავზე ბადე გაჭიმეს. თუ ეს სიმართლეა, ან სიმართლე რომც არ იყოს, აგე მუქარა, პირდაპირ მნიშვნელობით. ან თუ გნებავთ ასე ვიტყვი, პროგნოზი იმის თაობაზე, რომ უკრაინა დაბომბავს მოსკოვის ცენტრსაც, ეს პროგნოზი საკმაოდ რეალურია, რეალისტურია. პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს არავის ვურჩევო მოსკოვის ცენტრში ყოფნასო, იგულისხმება ის სტუმრები, რომლებიც რუსეთის დედაქალაქს ესტუმრებიან დიდ სამამულო ომში, ეგრეთ წოდებულ დიდ სამამულო ომში, გამარჯვების 91 წლის თავზე და ვინ ესტუმრება? ამასთან დაკავშირებითაც ვილაპარაკებთ. მანამდე კი კიდევ ერთხელ გთხოვთ, დაწერეთ, რას ეფუძნება თქვენი მოსაზრება, იმედი, სურვილიც კი იმის თაობაზე, რომ რუსეთი მაინც იმარჯვებს, როცა მოსკოვშიც კი, მოსკოვსა და პეტერბურგშიც კი აღარავის ჯერა, ან ბევრს აღარავის ჯერა, ამისი პუტინს რასაკვირველია ჯერა, იმიტომ რომ პუტინს რეალურად ატყუებენ, ისევე როგორც ბევრ ლიდერს რუსეთისა, საბჭოთა კავშირისა, საბჭოთა რუსეთისა ატყუებდნენ და მერე ძალიან ბევრი, თუ არა ზოგი მათგანი გაუსკვანჩავთ პირდაპირი მნიშვნელობით. გადაცემის პარტნიორია კოკა-კოლა. კრემლმა 9 მაისის აღლუმზე დამსწრე უცხოელი სტუმრების სია რო გამოაქვეყნა, იცით თუ არა? მე გეტყვით. პუტინის აღლუმის უცხოელი სტუმრების შესახებ პროპაგანდისტურ მედიას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განუცხადა. ასაკში შესულია ეს კაცი გამოპრუტუნებული, ნაკლებ სვამს ვიდრე მედვედევი, მაგრამ ისიც ეტანება ხოლმე ალკოჰოლს. მისი თქმით, პირველი მოსკოვში ლუკაშენკა ჩაფრინდა და პუტინი შეხვდა უკვე მას, მეგობრულ ვახშამზე მიიპატიჟა. ვახშა ამის დროს ორმხრივი ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს. ერთმა შედარებით დიდმა და მეორე შედარებით პატარა დიქტატორმა რა ურთიერთობები შეიძლება ჰქონდეთ პრაქტიკულად დაპყრობილ ბელარუსს და დამპყრობელ რუსეთს. რეალურად ბელარუსი როგორც სახელმწიფო აღარ არსებობს. წლების წინ და წლების განმავლობაში იმდენად სერიოზული იყო რუსეთის სპეცსამსახურების ინფილტრაცია პრაქტიკულად ყველგან ბელარუსში, რომ სუვერენიტეტისა ლუკაშენკას ბელარუსს არაფერი სცხია. შაბათს 9 მაისს რუსეთის დედაქალაქში ჩავა, ანუ ხვალ, ევროკავშირის ქვეყნების ერთადერთი წარმომადგენელი. აი ესე გაფრინდება. რომელი ქვეყნის საჰაერო სივრცეს არ გადაჰყვեց პრემიერ-მინისტრი სლოვაკეთისა რობერტ ფიცო.
ის შემოვლითი გზით მიემგზავრება ჩრდილოეთის გზით მიფრინავს ჩეხეთს, გერმანიას, შვედეთს, ფინეთს, ამ ქვეყნების საჰაერო სივრცეებს გადაკვეთს. ლამის მურმანსკამდე ჩავამეთქი და მურმანსკიდან შემოფრინდება ვნუკოვოს ან შერემეტიევოს, უფრო ვნუკოვოს აეროპორტში. 5 საათი მაინც იფრენს, როცა შეეძლო რომ საათ ნახევარში ყოფილიყო პეტერბურგსა თუ მოსკოვში. 2 საათში. რატომ? იმიტომ რომ საჰაერო სივრცე ბევრმა ქვეყანამ სლოვაკეთის ლიდერის თვითმფრინავს უბრალოდ არ დაუთმო. იმიტომ არ დაუთმო თავის მხრივ რომ მიაჩნდათ და მიიჩნევენ ახლაც და მომავალშიც მიიჩნევენ. რასაკვირველია, რომ ფიცო ღალატობს, ორბანი ხო ღალატობდა, ფიცოც ღალატობს თავისუფლების პირველ ყოვლისა იდეალებს, ყოველ შემთხვევაში არ უნდა ეახლოს ამ კაცს პუტლერს, რომელიც სტალინის და ჰიტლერის იდეური მემკვიდრეა და ჰიტლერის იდეურ მემკვიდრესთან ურთიერთობა დღევანდელ მსოფლიოში აკრძალულია და კარგიც არის რომ აკრძალულია. გარდა ფიცოსი რუსეთში მოსკოვში იქნება მაგალითად ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერი ბარდა გულბა მეუღლესთან ერთად, არაღიარებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევი, ლაოსის პრეზიდენტის რთული წარმოსათქმელია თხონგლუნ სისულიტი და ბოსნია და ჰერცეგოვინას შემადგენლობაში შემავალი სერბეთის რესპუბლიკის წარმომადგენლების იქნებიან. უშაკოვი ასევე აცხადებს, რომ უცხოელი პოლიტიკოსების ნაწილმა მოსკოვში ჩამოსვლის სურვილი თავად გამოთქვა, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის მიწვევა არ გაუგზავნიათ. მაგრამ მე მინდა გკითხოთ მეორე კითხვაც გამზადებული მაქვს თქვენთვის. განა იმ გამოსობაში კარდახობს, რომ ფოტო ნამდვილიაო, ბადეები რეალურად გაჭიმეს, ანუ წითელი ბოედის თავზე რომ ბადეებია გაჭიმული, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ნაწილია გართულებული უსაფრთხოების ზომებისა, რომლებიც მოსკოვში 9 მაისისთვისაა მიღებული. 3 მაისს განთავსდა სპეციალური ბადეები დრონებისთვის. 280 საჰაერო თავდაცვის სისტემაა განლაგებული მოსკოვში 9 მაისის აღლუმის წინ. 9 მაისის აღლუმის შემცირებული მასშტაბით ჩატარდება, ეს ვიცი, ამაზე ვისაუბრებ ცოტა ხანში. დიახ, შეფრინდება თუ არა ფიცოს ან სხვების თვითმფრინავები მოსკოვში, რასაკვირველია შეფრინდება, თუმცა მე რამდენიმე წამში გაჩვენებთ კადრებს, რა მდგომარეობაშია ახლა მოსკოვის აეროპორტები, კერძოდ თუ არ ვცდები, მოსკოვის აეროპორტი ვნუკოვოსი, რომელიც საიდანაც გავრცელდა კადრები. ფრიად საინტერესო და კიდევ ერთხელ დავსვა კითხვას, რას ეფუძნება თქვენი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსკოვი რუსეთი იმარჯვებს უკრაინაში არ მიპასუხოთ გებუდარებით, ასე რომ აი დასავლეთი ნატო ეხმარება უკრაინას და რომ არ დახმარებოდა უკვე დამარცხებული იქნებოდა უკრაინა. გასაგებია, ეს ხომ უნდა გაეთვალა თქვენს და ბიზინა ივანიშვილის მეგობარს მეთქი ასე ვიტყვი, ბიზინა ივანიშვილს რომ ეიმედება იმ პუტინს, თქვენს ხომ უნდა გაგეთვალათ 2 წლის წინ, 3 წლის წინ, 4 წლის წინ, 1 წლის წინ, ხომ უნდა გეთქვათ, ხომ უნდა გეანგარიშათ, ხომ უნდა გეფიქრათ, რომ დასავლეთი უკრაინას უბრალოდ არ მიატოვებდა. კადრები კი ამგვარია. ნახეთ? მოსკოვის აეროპორტები პარალიზებულია. მიფრინდნენ დრონები და ესენი ხო ისედაც ვერ დაფრინავენ უცხოეთში. და შიდა გადაფრენების შესაძლებლობაც კი არა აქვს. უზრუნველყოფის შესაძლებლობაც კი არა აქვს რუსეთს, მოსკოვს კონკრეტულად. მოსკოვს დრონებით შეუტიეს ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს, რუსული მხარის მტკიცებით დღის დასაწყისიდან მოსკოვის თავზე ჩამოაგდეს სულ მინიმუმ 25 უპილოტო საფრენი აპარატი. ინფორმაციას დრონების თავდასხმის შესახებ ადასტურებს მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის. უკრაინული დრონების საფრთხის გამო როსავიაციამ მოსკოვის ვნუკოვოსა და დომოდედოვოს აეროპორტებში, დომოდედოვო არ მithქვავს, შერემეტიევო ვთქვი, შემშლია. შერემეტიევოშიც იგივე პრობლემა იქნება, ფრენები დროებით შეჩერებულია. რუსულ მხარეს დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებია, თუმცა არსებობენ დამოუკიდებელი წყაროები, რომლებიც ამბობენ, რომ დაშავებულებიც არიან. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ქვეყნის მასშტაბით საჰაერო თავდაცვის ძალება 264 უკრაინული დრონი
ჩამოაგდეს უწყების ცნობით სამიზნეები არის ბელგოროდის, ბრიანსკის, ეს ყველაფერი რუსული ქალაქებია. ვორონეჟის, კალუგის, კურსკის, ლიპეცკის, როსტოვის, რიაზანის, უკვე მერვეზე ვარ თუ არ ვცდები, სმოლენსკის, ტულის, ულიანოვსკის და იაროსლავის ოლქები, კრასნოდარის მხარეში, ყირიმში, ტატარსტანში, მოსკოვის ოლქში, ასევე აზოვისა და შავი ზღვის თავზე ჩამოაგდეს ეს დრონები. მე კიდევ ერთხელ გკითხავთ, მას რა გორღა იმარჯვებს? რუსეთი ბიზინა ივანიშვილი სხვა შორის, ჩემი ფიქრით, ჩემი ანალიზით, სულაც აღარ ფიქრობს ისე, როგორც ფიქრობდა ასე მაგალითად 1 წლის წინ, თუმცა ამის წარმოთქმა, ასე ამის გამხელა, უკრაინის მხარეს ღიად გადასვლა მაინც არ შეუძლია, იმიტომ რომ მაინც დამოკიდებული კაცია რუსეთზე. მოკლედ, ღამის განმავლობაში უკრაინამ რუსეთის რეგიონებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მასშტაბური საჰაერო იერიშები მიიტანა და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რუსეთის ეკონომიკა აღარ არსებობს. განადგურებულია, მეთქი ხმამაღლა თქვა იქნება, მაგრამ მეტძილად დაზიანებულია ზიუგანოვი, კომუნისტური პარტიის ოდინდელი ლიდერი, კი არა დღევანდელი ლიდერიც, რომელიც ოდესღაც 90-იან წლებში ელცინსაც კი ეკრებოდა და ახლა ასაკში კი არის შესული და რასაკვირველია, მის კოგნიტურ შესაძლებლობებში ეჭვი უნდა შევიტანოთ. ზიუგანოვიც კი ამტკიცებს იმას, რომ 1917 წლამდე დაეშვება რუსეთი, არა თუ 90-იან წლებამდე. ისეთი საშინელი მდგომარეობა ახლა რუსეთში, რუსეთის ეკონომიკას იმდენად უჭირს, ჟირინოვსკი ცოცხალი რომ იყოს, გარწმუნებთ იგივეს იტყოდა მოსკოვში. ასეთი 9 მაისი ჯერ არ ყოფილა, არა თუ არც ერთი ლიდერი არ ჩადის ძიმე ტექნიკას აღლომზე არა თუ ვერ გამოიყვანენ, პრაქტიკულად უკრაინას ეხვეწებიან, დიახ, ოღონდ რუსულ სტილში და ანუ უკანით არ ჩაგვიშალოთ ზეიმიო, იმგამაც მომაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ის ბადეები წითელი მოედნის თავზე პრინციპში მაინც სწორია, აი ფოტო გავრცელებული, მართლაც გადაჭიმეს რუსებმა ბადეები წითელი მოედნის თავზე, იმიტომ რომ ეშინიათ 9 მაისს დაბომბვის ეშინიათ, რაც შეეხება პრეზიდენტ ზელენსკის, ის როგორც მე ვხვდები, ეკაიფება, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, რუსეთის ლიდერს და ზოგადად რუსეთს, მან უთხრა 2 დღის წინანდელი ამ ინფორმაციაა, 3 დღის წინანდელი, რომ 5-ში და 6-ში შევწყვიტოთ ცეცხლი, აი 9-სთან დაკავშირებით კი გარანტიას ვერ გაძლევთ, რომ მე არ ვამტკიცებ და ვერ დავამტკიცებ, რომ უკრაინული დრონები მაინც და მაინც 9 მაისს შეფრინდება მოსკოვის ცენტრში წითელ მოედანზე, ვერ ვიტყვი ამას. მეცაც გეტყვით, თუ რა მგონია, რომ ამას მაინც არ გააკეთებს და არ გააკეთებს უკრაინული მხარე, მაგრამ ომის დაწყებიდან 4 წლისა და 3 თვის თავზე ამგვარი მდგომარეობა რომ არის შექმნილი მოსკოვში, ზოგადად რუსეთში, ეს კი ფაქტია და ეს კი უთხუარი ფაქტია. მარია ზახაროვა მამასობაში ამ კალანტაროვ ლავროვის პრეს-მდივანმა ნაკახპარმა მეთქი ასე რომ უწოდებ, შეუთვალა უცხოელ დასავლურ სახელმწიფოებს საელჩოები გაიყვანეთ კიევიდან. პასუხად მიიღო, რომ არავინ არანაირი საელჩოს და საელჩოს თანამშრომლების გაყვანას არ აპირებს კიევიდან, არ ეშინიათ. დიახ, თუ ამ ორიდან რომელიმე ერთმა უნდა დაბომბოს მეორე, ანუ მოსკოვმა კიევი, ან კიევმა მოსკოვი, უკრაინამ რუსეთი, ან რუსეთმა უკრაინა, თუ გულახდილები ვიქნებით, გაცილებით მოსალოდნელია დრონებით შეტევა მოსკოვის დედაქალაქზე წითელ მოედანზეც კი, ვიდრე მოსკოვის შეტევა უკრაინაზე, კიევზე, კიევის ცენტრზე, სამთავრობო ასე მაგალითად კვარტალზე. 4 წლისა და 3 თვის თავზე აი ამ მდგომარეობაში აღმოიჩინა რუსეთის პირველ ყოვლისა უზარმაზარმა და უმასშტაბურესმა მტერმა, დიახ, ასე უნდა ვთქვა მასზე, პუტინმა საკუთარი თავი და ასე მდგომარეობაში აღმოაჩინა თავად რუსეთის ფედერაცია. დააყირავებენ თუ არა პუტინს გარკვეული პერიოდის შემდეგ, სულ უფრო ხშირად ისმის ამგვარი პროგნოზები, რომ ოლიგარქიატი სამხედრო და სამხედრო პოლიტიკური ელიტა ხვდება რა, რომ კატასტროფულ მდგომარეობაშია რუსეთი, რომელიღაც ეტაპზე პუტინს პირდაპირ მნიშვნელობით გასკვანჩავს ან ტყვიას დაახლიან შუბლში. მე რასაკვირველია, ვერ გეტყვით ამასთან დაკავშირებით ვერც ვერაფერს, თუმცა მგონია რომ გამორიცხული არაფერია. მით უფრო რომ პუტინი აღარ ასხივებს გამარჯვებას, პუტინამდე ინფორმაცია იმის თაობაზე რა ხდება ფრონტის ხაზზე, რასაკვირველია არ მიდის, ან მიდის დამახინჯებული ინფორმაცია, მაგრამ მეორე მხრივ ყველამ შესანიშნავად იცის უკვე შედარებით დაბალ დონეებზე, ქვედა დონეებზე, რომ რუსეთი ვერ აღწევს დასახულ ამოცანებს. მას უნდა მიეღწია დასახული ამოცანებისთვის 2022 წლის თებერვალ, მარტ, აპრილში, ანუ უნდა შეესანსლა უკრაინა და უკვე შემდგომ
დანარჩენი რესპუბლიკები საბჭოთა კავშირისა მიბობღდებოდნენ მასთან და პუტინი გამოაცხადებდა ზარზეებით, რომ აღდგა საბჭოთა კავშირის მაგვარი სახელმწიფო, მაგრამ რუსეთი გაიჭედა 22-ში, 23-ში, 24-ში, 25-ში და აგე 26 წლის მაისია და მოსკოვში ელიან კიდევ ერთხელ გითხავთ. კიდევ იმარჯვებს, ყველას ასე ფიქრობთ, რომ იმარჯვებს რუსეთი. მოსკოვში 26 წლის მაისში ელიან დრონების შეფრენას კვლავ ვიმეორებ. ვერ დავადასტურებ, ან ვერ გამოვთქვა პროგნოზი იმის თაობაზე, რომ ეს მაინც და მაინც ასე მოხდება, მაგრამ გამორიცხული სულაც არ არის ეს ყველაფერი. რუსეთის ეკონომიკაში მძიმე მდგომარეობა, დასავლეთი პრინციპში მაინც ევროპაც და ამერიკაც კონსოლიდირებულია მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული უთანხმოებები დასავლეთის სახელმწიფოებს შორის, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებსა და ევროპის კავშირს, ან ევროპის სახელმწიფოებს შორის არსებობს მნიშვნელოვან საკითხებზე, განა არა, მაინც კონსოლიდირებულია და საბოლოო ჯამში ჩვენ მივდივართ იქამდე, რომ რუსეთი მაინც და მაინც მარტივ მომრავლებად კი არ დაიშლება, არა. ამ პროგნოზს მით უფრო ვერ გავაკეთებ, მაგრამ რუსეთი გვარიანად დასუსტდება და ყველა სახელმწიფო, რომელიც მოცემულ ეტაპზე ქვემოდან ზემოთ უყურებს რუსეთს, მოსკოვს, პუტინს, უშუალოდ კრემლს, FSB-ს თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ყველა სახელმწიფო განთავისუფლდება, ოღონდ ამ სახელმწიფოებმაც, ამ სახელმწიფოების ხელისუფლებებმაც და ამ სახელმწიფოების ხალხებმაც თითითიძე უნდა დააკარონ საკუთარივე თავისუფლებისთვის სახელმწიფოს განმტკიცებისათვის ქართველი ხალხი ამას ასაკვირველია იზამს. ქართველი ხალხის მოცემულ ეტაპზე ხელისუფლება არ ხელისუფლება წოდებული ეფექტურ კონტროლს, ვინც ახორციელებს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე 20%-ს არ გულისხმობ ოკუპირებულს რუსეთის მიერ, ამას იზამს თუ არა სიმართლე გითხრათ არ ვიცი, მესმის ანალიზი ამგვარი, რომ ბიზინა ივანიშვილი ხვდება, რომ რუსეთი მარცხდება, მაგრამ ბიზინა ივანიშვილი არა მარტო უნდა მიხვდეს, არამედ ის საჯაროდ უნდა თქვა სხვა შორის ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთის ლიდერმა, რამდენიმე დღის წინ კი არა გუშინ თუ გუშინ იყო თუ გუშინ წინ თქვა შემდეგი სიტყვები რუსეთს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავამართლებ ჩინარსი. ეს არის უკრაინასთან წინააღმდეგომში მოსკოვში აღშფოთდნენ, მერე კიდევ აღშფოთდნენ, ორჯერ, 7ჯერ აღშფოთდნენ და ვერც ვერაფერი დააკლეს. სომხეთს და ვერც ვერაფერს დააკლებენ და მე მაქვს ესეთი კითხვა. არ შეიძლება რომ პრემიერ-მინისტრის დონეზე, პრეზიდენტის დონეზე, ქართული ოცნების პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს გულისხმობ, ამგვარი განცხადება ერთხელ მაინც გაკეთდეს. ანუ არა შუალედური, შუარეშისტური ან მით უფრო რუსული, არამედ აი ესეთი განცხადება ჩვენ უკრაინისკენ ვართ, უკრაინის თავისუფლებისაკენ ვართ და რუსეთის მომხრე, ან რუსეთის ბანაკში ჩვენ არ და არასდიდებით არ ვიქნებით. ქართული ოცნების ხელისუფლება საბედნიეროდ არც იყო მიპატიჟებული და როგორც ყოფილიყო ვერ გაბედავდა, 9 მაისს არ ჩავიდოდა მოსკოვში ფიცოს თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, კი არა აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის ხელმძღვანელთან ერთად ვერ იქნებოდა მოსკოვში და ეს კარგია, რომ არ ჩადიან არც საკუთარი ინიციატივით მათ შორის, მაგრამ კარგად უნდა გავისიგრძე გაროთ ერთი ამბავი. 9 მაისი ჩვენთვის რეალურად არის და საერთოდ ეს ეგრეთ წოდებული დიდი სამამულო ომი არის ჩვენთვის ტრაგედია. რომ არა 1921 წლის ოკუპაცია საქართველოს პირველი რესპუბლიკის გაუქმება თებერვლის თვეში და 5-6 კვირა მიმდინარეობდა რეალურად ბრძოლები საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, თუმცა ჩვენ დავმარცხით და მაინც წარუმატებელი იყო პირველი მცდელობა სახელმწიფოს აღდგენისა 18-21 წლებს გულისხმობ. რომ არა 21 წლის ტრაგედია, ჩვენ ამ ომში ან იმ ომში თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ვერ ჩავერთვებოდით და არ ჩავერთვებოდით და კატასტროფა მოხდა რეალურად ჩვენთვის. სულ რომ არ ვთქვათ, რომ 300,000 კაცი დაიღუპა, ის მაინც უნდა ვთქვათ, რომ 700,000 კაცი გააწევევიდა, არ გაიწვია სტალინმა, ვითომ ქართველმა ეგრეთ წოდებულ დიდ სამამულო ომში ან 41-დან 45 წლამდე და აქედან 200,000 კაცი, 250,000 კაცი მაინც არ დაბრუნდა საკუთარ სახლში. და ეს წარმოგიდგენიათ, რამდენად სერიოზული რაოდენობაა ჩვენ, რომ ყოლოდა 200,000, 250,000 ახალგაზრდა კაცი, ვინც დაბრუნდით შეეწირა საბჭოთა რუსეთის გამარჯვებას, ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა იქნებოდა, ავიცი, დღეის მდგომარეობით შეუდარებლად უკეთესი. ეს 200,000 კაცი ახალგაზრდა შთამომავლობის სახით 2026 წლისთვის დატოვებდა გადაჭარბების გარეშე რომ ვიანგარიშოთ, თუ 25 წელიწადში ერთი თაობა იბადება, აი ამ ლოგიკით, დაახლოებით 5-6 მილიონ ადამიანს. თუ არა და თქვენი ანგარიშით, რა ხდებოდა არასრული 100 წლის წინ და ორ-ორი ბავშვი და ვინც ის 3-3 შთამომავალიც კი ანგარიშეთ თითოზე
ესეც რომ ვთქვათ. სტალინმა ამ თვალსაჩინით ზურგში დაარტყა დანა არა მხოლოდ საქართველოს არა მხოლოდ 21 წელს, არამედ საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობასაც 41-დან 45 წლამდე. ეს არ იყო ჩვენი ომი, კვლავ მინდა ხაზგასმით მინდა თქვა ეს და როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, იმიტომ რომ ქართული ოცნება რასაკვირველი ამას არ გააკეთებს. მე ვიქნები ერთ-ერთი თანაინიციატორი სხვებთან ერთად რასაკვირველია, იურისტებთან ერთად პირველ ყოვლისა და ვიტყვი მთავარ სიტყვას, ან ერთ-ერთ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივით წარდგები ახალი პარლამენტის წინაშე და ვიტყვი რომ პირველ ყოვლისა არანაირი საზეიმო არ აქვს ჩვენ 9 მაისს, არანაირი დღესასწაული არ არის 9 მაისი, აღარ ვლაპარაკობ იმაზე რომ რეალურად კაპიტულაცია მოხდა 8-ში და არა 9-ში და ეს სტალინის ახირება იყო უბრალოდ რომ მოსკოვის დროით 9 მაისს მოხდა რა, აქედან გამომდინარე 9 მაისს უნდა აღენიშნა საბჭოთა კავშირს გერმანიის დამარცხება, ამაზე არ ვლაპარაკობ. აგრეთვე ვიქნები ინიციატორი იმისა, რომ 9 მაისი როგორც ასეთი გაუქმდეს. და თუ მაინც და მაინც აღვნიშნოთ ეს დღე, თუ მაინც და მაინც ისიც აღვნიშნოთ ხოლმე ეს დღე 8 მაისს. რამდენადაც 8 მაისს მოხდა რუსეთის, კი არა, გერმანიის კაპიტულაცია და რუსეთის კაპიტულაცია კი მოხდება, არ ვიცი, რომელ 8 მაისს, რომ 8 სექტემბერს, რომელ 8 ნოემბერს, მაგრამ რუსეთის კაპიტულაციაც მოხდება, იმიტომ რომ ვინ გამარჯვებული და გამარჯვებული. ამ ომში უკრაინა რუსეთის ომში უბრალოდ არ იქნება აქვე ვიტყვი, რომ იცით თქვენ, რომ ეგრეთ წოდებულ დიდ სამამბულო ომს დღეთა რაოდენობით უკვე გადაასწრო რუსეთ-უკრაინის ომმა, თუ ესეთი ძლევამოსილი და უმძლავრესია რუსეთის ფედერაცია, რატომ ომობს 4 წელიწადზე მეტია უკრაინაში მესმის კიდევ ერთხელ ვიტყვი, პასუხი ამგვარი, რომ ნატო ეხმარება, მაგრამ კიდევ ერთხელ პასუხი ჩემი არის ამგვარი. ხომ უნდა გაეთვალა თქვენ, რომ ბრძენი კაცი გგონიათ იმ პუტინს, რომ ნატო დასავლეთი ზოგადად მიეხმარებოდა უკრაინას და არ მიატოვებდა უკრაინას. ესეც მნიშვნელოვანი ამბავია, კიდევ ერთი კითხვა და კიდევ ერთი საკითხი ბარემ. მეორე მსოფლიო ომი საქართველოსთვის სამამულო ომი არ ყოფილა, ამასაც ხაზგასმით ვიტყვი და ამ საკითხზე მე ვისაუბრებ ჩემს ედიტორიალში კვირა დღეს და ჩვენ უკვე გვექნება კადრები სხვათა შორის. კადრები რა ტანკები და მძიმე ტექნიკა გამოაგორა რუსეთმა წითელ მოედანზე, თუ საერთოდ გამოაგორებს, ვერც ერთ ქალაქში, მოდის ვიხდეს ეს უნდა მეთქვა, ვერც ერთ სერიოზულ ქალაქში ქაღალდის, მუყაოს ტანკები რომ გამოაგორეს წინა წელს მე-80 წლის თავზე დიდი სამამულო ომის დასრულებიდან იმ გვარ ტანკებსაც კი ვერ გამოაგორებენ. მე გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მაგალითად და გეტყვით რომელ ქალაქზეა საუბარი. ესე იგი, უყურეთ, მოსკოვში ასეთი 9 მაისი ჯერ არ ყოფილა, არათუ არც ერთი ლიდერი არ ჩადის მძიმე ტექნიკა აღლუმზე, არათუ ვერ გამოიყვანენ, პრაქტიკულად უკრაინას ეხვეწებიან, ოღონდ რუსულ სტილში, ანუ მუქარით, არ ჩაგვიშალოთ ზეიმიო. მოდის ვიხდი, ხო, აქ კიდევ იყო ლაპარაკი თუ არ ვცდები პერმზე ან სხვა ქალაქებზე, სადაც დაგეგმილი იყო აღლუმის ჩატარება, მაგრამ აღლუმს მოსკოვი, აღლუმს რუსეთი, აღლუმებს ნამდვილებს თუ კარიკატურულ აღლუმებს რუსეთი უბრალოდ ვერ ატარებს. ახლა ერთი კითხვა კიდევ ერთხელ როგორც ადრესატი, მაინც ქართული ოცნების ხელისუფლება უფროა. ეფექტურ კონტროლს ვინც არ ხორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე, თქვენ კიდევ გეიმედებათ? და თუ აღარ ან ნაწილობრივ აღარ გეიმედებათ რუსეთისა, როდის ათამამდებით და როდის სიტყვით თავარ წინააღმდეგობას. რუსეთი უნდა დამარცხდეს. აი ეს არის თავარი, ერთადერთი წინააღმდეგობა, რომელიც წარმოსათქმელია თქვენს მიერ. აი მე რომ მოვიდე მიკროფონით ხელში და გკითხოთ. ბატონო შალვა პაპუაშვილს ასე მოგმართავთ. ან ამიშალ ბატონო გია ვოლსკის, ან ნებისმიერს. რუსეთი უნდა დამარცხდეს, თუ რუსეთი არ უნდა დამარცხდეს. ან მეორე ნაწილს კითხვისა მოხსნი, რუსეთი უნდა დამარცხდეს თუ არა უკრაინასთან ომში. რას მიპასუხებთ? ჯერ დღეს მოცემულ ეტაპზე. პასუხი იქნება თუ არა მკაფიო, დიახ, რუსეთი უნდა დამარცხდეს. თუ იქნება მიკიბ-მოკიბვა, სიმართლე გითხრათ არ ვიცი, უკრაინელ ხალხს უსურვებ წარმატებას, ომი უნდა დასრულდეს, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არა, კითხვა არის ფორმულირებული ასე, რუსეთი უნდა დამარცხდეს თუ არა. თქვენს მიპასუხეთ გთხოვთ, ძვირფასო მაყურებელო, უნდა დამარცხდეს თუ არა რუსეთი? და მეორე კითხვა განსაკუთრებით ტროლებისთვის, ქართული ოცნების მომხრეებისთვის, ვინც ახლა აპირებს რომ
შემომიტიოს, შეურაცხყოფა მომაყენოს, არ არის პრობლემა. თმენის ვალდებულებაც ამაქვს საჯარო სივრცეში მყოფ პირს. თუ ვინმეს გამოუპასუხები ვარ ბილწივე სიტყვით, შეცდომა დამიშვია, ოღონდ ვცდილობ რომ არ გამოვეპასუხო ხოლმე. მოკლედ, თქვენც მიპასუხეთ, რა გაძლევთ საფუძველს, რომ იფიქროთ ჯერაც და კვლავაც, რომ რუსეთი იმარჯვებს ამ ომში. წითელ მოედანზე, წითელი მოედნის თავზე, მავზოლეუმი როა, კრემლი როა, კედელს მიღბა, რა ქვია, წითელი მოედნის მიღბა. იქ შეიძლება შეფრინდეს უკრაინული დრონები. ომი დაწყებულია 4 წელი და 3 თვეა. ხო და 4 დღეში არ უნდა აგეღოთ, აეღო იმას იმ შლექს კიევი. უკრაინა რო განთავისუფლდება, საქართველოს განთავისუფლდება, მაგრამ ჩვენი უნდა ვშვათ ყოველდღე, ჩვენ გასაკეთებელს უკრაინა ვერ გააკეთებს. ჩვენ უნდა გავანთავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა რუსული გავლენებისაგან კი არა ოდენ, არამედ რუსეთისაგან. ამის უნიკალური შანსი გვაქვს მოცემულ ეტაპზე. ნახვამდის. გადაცემის პარტნიორია კოკაკოლა.